სკოლიდან მახსოვს ჩვენი აბხაზურის მასწავლებელი, რომელმაც ერთხელ მერხზე ნაპოვნი ქართული ენის წიგნები აიღო და მეოთხე სართულიდან გადაყარა ასეთი სიტყვებით. Чтоб я больше не видела эту дрянь на своем уроке. თუ რაღაც ეგ. წიგნები არტისტული, მომგვალებული მოძრაობებით მიფრინავდნენ მიწისკენ. ფურცლები ჰაერში იფანტებოდა. ეს წიგნები არ ღირდა იაფი. უთხარი მშვიდად და ჩემს მეგობართან ერთად ჩავედი ამოსატანად. წიგნების ამოტანა, კლასში შესვლა და მეორედ გადაყრა ერთი იყო. იაფი არ ღირდაში ამ წიგნების მოსაპოვებლად გაწეული ძალისხმევა უფრო ვიგულისხმე. ჩემმა მშობლებმა, მე და ჩემს დას, აბიტურიენტობის დროს ჩამოგვიტანეს ზუგდიდიდან, რადგან ცხადია გალში ქართული წიგნები არ იშოვებოდა. ანუ მშობლებმა გადაცურეს და გადმოცურეს ემგური, რომ ეს წიგნები ჩვენთვის ჩამოეტანათ. ამ ქალბატონმა კი მეოთხე სართულიდან გადამიყარა. მეტი რა მინდოდა მე და ჩემს კლასელს დრო თავზე საყრელი ჰქონდა, რომ შურისძიების გეგმა შეგვემუშავებინა. რა იცოდა, რომ ეს ჩემი მეგობარი იპოქონდრიკი იყო და ჩანთით სულ წამლებს დაატარებდა. ავდექით და მასწავლებლის წყლის ჭიქაში სენადეს, ანუ კუჭის მოქმედების გასააქტიურებელი ტაბლეტები ჩავყარეთ. წავალმა მალევე იმოქმედა. ჩვენი გეგმა ხუთიანზე შესულდა ისე, რომ სინდისის ქენჩნა არ გვიგრძნია, თუმცა ეს მხოლოდ იმ დღეს. ოდნავ მერე ამ მასწავლებელს სხვა თვალით შევხედეთ როგორც ქალს, რომელიც დედა ომი აქვს გამოვლილი, მანქანა არ ჰყავს და სკოლამდე სულ პაპუტკას დაყვება. კონკრეტ წამლით ეშმაკობები მალევე მორჩა. ჩვენი ნერვული სისტემის დაზიანება, საკუთარი კუჭ-მოძრაობის სისტემის დაზიანებად კი დაუჯდა. მართლა უწოდებარ.